ამ ვიდეოში ნახავთ როგორ ხდება მენჯბარძაყის პროთეზირება ყველაზე დამზოგავი, ანუ წინა მიდგომით. აქ არის ბარძაყის ანატომიური სტრუქტურები, ეს არის ბარძაყის არტერია, ბარძაყის ნერვი, ეს კი უშუალოდ ბარძაყის ძვალი, რომელსაც გვერდულად მიუდგება ქირურგი. ეხლა სკალპელით გაიხსნება უშუალოდ სასახსრე ჩანთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცედურის დროს არ ხდება უშუალოდ კუნთოვანი სტრუქტურების დაზიანება ან გაკვეთა, რაც პაციენტისთვის რეაბილიტაციისთვის მნიშვნელოვანია და საკმაოდ დამზოგავია. აი ახლა უშუალოდ მოხდება ამ ბარძაყის თავის ოსცილატორული ხერხით მოცილება და შემდგომ მოხდება უშუალოდ თეძოს ფოსოს, რომელიც აი ამ მიმართულებით არის და ბარძაყის დარჩენილი ძვლის ინტრამედულური ნაწილის დამუშავება, რათა იქ მოთავსდეს შემდგომ პროქსიმალური და დისტალური იმპლანტები. აი ეს არის უშუალოდ ამ იმპლანტის პროქსიმალური ნაწილი, რომელიც მოთავსდება თეძოს ძვლის ფოსოში. ბარძაყის ძვლის დამუშავება საკმაოდ სიფრთხილით ხდება და ნელ-ნელა იზრდება იარაღების დიამეტრი და სიდიდე. ამ ყველაფრის შემდეგ ქირურგი მოარგებს საცდელ ყელსა და თავს ამ დისტალურ იმპლანტს და ჩასახსრავს ძვალს, რათა ამით შეამოწმოს ყველა იმპლანტის ნაწილი შესაბამისი ზომის არის თუ არა ამ კონკრეტული პაციენტისთვის. როდესაც ეს ზომები დაემთხვევა, ამის შემდეგ კი უბრალოდ იცვლება ეს ყელი და თავი უშუალოდ იმპლანტის ნაწილებისგან, რომლებიც სამუდამოდ რჩება ადამიანის ორგანიზმში.